მოგესალმებით, მე ვარ გურმეს ბრენდ-შეფი იოსები და თქვენი მყოფებით კომპანია ფუტეგის არხზე. აგელით უამრავი საინტერესო და გემრიელი კერძის რეცეპტი და მომზადების საიდუმლოება. გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ ყოველთვის როცა დაგჭირდებათ, ადვილად ვნახოთ, ადვილად ვიპოვოთ და შემოგვიერთდეთ ამ გემრიელობების მომზადებაში. დღეს მოგიმზადებთ იტალიური ბურატა სალატს პესტოთი. ბურატა იტალიის სამხრეთიდან მოდის და ის მაშინ შეიქმნა, როცა ყველის ოსტატებმა გადაწყვიტეს, რომ ყველაზე გემრიელი ნაწილი შიგნით დაემალათ. ამ სალატის მოსამზადებლად დაგჭირდება შემდეგი ინგრედიენტები. ბურატა, სალათი აისბერგი, რუკოლა, პომიდორი, ჩერი, ზეითუნის ზეთი, ბალზამირებული ძმარი, ბაზილიკი, მიწისთხილი, ნიორი, მარილი და პილპილი. მოდი დავიწყოთ პესტოს მომზადებით. პესტოს მოსამზადებლად დაგჭირდება ჩოფერი ან ბლენდერი. ამ შემთხვევაში ძალიან მაგარი ბლენდერი გამოგვიგზავნა ფუტეგმა. ფუტეგში ისედაც დიდი არჩევანია ჩოფერების და ბლენდერების, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე ეს ბლენდერი ავირჩიე. არის სრულიად მეტალის, უჟანგავი თასით და ძალიან მძლავრი ძრავით და შეუძლია დააჩოფეროს და აბლენდეროს ნებისმიერი კონსისტენციის მასა. პესტოს მოსამზადებლად მოკლედ რაც დაგჭირდება, აქ გვაქვს ყველაფერი, ბაზილიკი, რაც მინდოდა მეთქვა კიდე, ორიგინალში მზადდება ფიჭვის კაკალით, მაგრამ შეგიძლიათ ნებისმიერი სახის თხილებულით მომზადოთ. ამ შემთხვევაში მე ვამზადებ მიწისთხილით, მოხალული მიწისთხილით, უფრო მეტ არომატს და გემოს აძლევს. მოკლედ ბაზილიკი, ჩემ შემთხვევაში მიწისთხილი, პარმეზანი, მარილი, პილპილი და ცოტა ნიორი. და რა თქმა უნდა ზეითუნის ზეთის. ესე იგი, მეგობრებო, პირველ რიგში ვაჩოფერებთ ნიორს და მიწისთხილს ზეითუნის ზეთთან ერთად და შემდეგ ვამატებთ უკვე ბაზილიკის ფოთლებს, პარმეზანს, მარილს და ცოტა პილპილს. პესტო მზად არის, ახლა გადმოვიღებთ და შემდეგ გადავალთ უკვე უშუალოდ სალათის აწყობაზე. მოკლედ ამ სალატში მეგობრებო, ყველა ინგრედიენტი გემოზე მუშაობს. რუკოლა ცოტა სიმწარეს ამატებს, ჩერი ბუნებრივ სითბოს, ბალზამიკოს ძმარი ზუსტ მჟავიანობას და ზეითუნის ზეთი საბოლოო ჯამში ყველა გემოს ერთიანად კრავს. დავიწყოთ სალატის აწყობა. ხელით დავანაწევრებთ აისბერგს, რუკოლას, დავჭრით ჩერის, მოვასხავთ 20 გრამ ზეითუნის ზეთს დაახლოებით, ცოტა ბალზამირებულ ძმარს, მოვაყრეთ მარილს და პილპილს, კარგად აურევთ და გადავიტანთ თეფშზე. შემდეგ ზევიდან მოვათავსებთ ბურატას და მოვასხავთ ჩვენს მომზადებულ პესტოს соуს. პესტო აქ არის ბოლო ხელწერა, მწვანე აქცენტი, რომელიც გემოს მიმართულებას აძლევს. ჩვენი სალათი უკვე მზად არის და ბოლოს გავჭრით ბურატას, საიდანაც იტალიის სამხრეთის გემოს ისტორია იღვრება. ასე მარტივად შეგვიძლია საკუთარ სამზარეულოში აღმოჩნდეთ იტალიაში. მოამზადეთ და გასინჯეთ ბურატას სალათი, დარწმუნებული ვარ მოგეწონებათ, გამოიწერეთ ჩვენი არხი და მოგწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი. და ლაიქეთ ეს ვიდეო, რათა უფრო მეტმა შეძლოს ჩვენი ნახვა, მე კი გემშვიდობებით შემდეგ გემრიელობამდე.